სუდანში ომს უკვე 150,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 12 მილიონი კი ლტოლვილად იქცა, თუმცა მსოფლიო დუმს. პასუხი აქაც რესურსებშია. სუდანი ოქროსა და ნავთობის საბადოებითაა მდიდარი, რომლისთვისაც რეგიონული იმპერიები იბრძვიან. აფრიკაში, სუდანში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, თუმცა დაუწყებული ომი მიმდინარეობს. იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ლაბორატორიის ახალმა ანგარიშმა შოკის მომგვრელი ფაქტები გამოავლინა. ქალაქ ალფაშერში, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება სწრაფი მხარდაჭერის ძალები აკონტროლებს, თანამგზავრული ფოტოები მასობრივ სასაფლაოებს აფიქსირებს. საუბარია ეთნიკურ წმენდაზე. იელის მკვლევარი ნათანიელ რეიმონდი აღწერს საზარელ სურათს, ქალაქი, სადაც სიცოცხლე შეჩერდა და მხოლოდ გვამების დაწვისა და დამარხვის პროცესი ჩანს. ჩვენ ვხედავთ მოჩვენებათა ქალაქს. არანაირი სამოქალაქო აქტივობა, მხოლოდ სამხედრო პიკაპები, რომლებიც გვამებს ეზიდებიან, წვავენ და მარხავენ. ეს გრძელდება კვირების განმავლობაში.